დილამშვიდობის, მეგობრებო, დღეს არის 17 მაისი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მშობლებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე არის. გისურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე კარგს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ გამოსვლას, დღეს ვიმყოფები თბილისიდან ძალიან ახლოს. კოჯორიდან არის დაახლოებით 10 კილომეტრი ამ დასახლებამდე, რომელიც მინდა დღეს გაჩვენოთ. რამდენიმე კვირის წინ იყო ხალხის მიერ მოთხოვნა, ითხოვდნენ ამ დასახლებამდე გზების გაკეთებას და სწორედ ამის ნახვა და გაგება გვინდა გააკეთეს თუ არა გზები. ეს არის დასახლება, რომელსაც ქვია ელფია. ცენტრალური გზიდან არის სულ რაღაც 2 კილომეტრში და მინდა მივიდეთ ამ სოფლამდე, ვნახოთ როგორი გზა არის, როგორი სახლებია და ასე შემდეგ. ამიტომ გვიყურეთ, არხი გამოიწერეთ, კომენტარში მომწერეთ, მოდით ახლა ერთად მივიდეთ სოფელ ელფიაში და დავათვალიეროთ რა ხდება. ბაბუ უკვე დასეირნობს, მშვენიერი ტყე არის აქ. აბა დროებით მალე შეხვდებით. ციტელი მიცა ისო. მივდივართ ახლა სოფელ ელფიაში. ელფი რა თქმა უნდა. ადრე ელფები ცხოვრობდნენ. ესე იგი არ დააყენეს აქ საშველი გზის გაკეთებას, ესე იგი გააკეთეს რაღაც კაცები. აი ნახოთ ახლა, აბა ერთი გზა თუ გააკეთეს. არა, დიდი ხნის ამბავი არ არის, შეიძლება აპირებდეს. როდის იყო ეს გამოსვლები გზის გაკეთებას რო ითხოვდნენ? რამოდენიმე კვირის წინ იყო ეს პოსტი დადებული. აქ რა ხდება? სახლია აჯანებული რა. ესე იგი ელფიაში ცხოვრობენ, ხო? რახან გზის გაკეთებას ითხოვდა ხალხი. მოსახლეობაც არის. რა მანძილია ბესო ახლა აი ცენტრალური გზიდან სოფლამდე? რაღაც 2.5 კილომეტრი. აგერ მოკიდა. 1 კილომეტრი გეგები არის. ახლოს არის ხო, მაგრამ ასეთი გზა თუ არის, ახლოს არ გამოდის. 1 კილომეტრი. უნდა აიარო ნელა. ტრასთან აღავ. 1 კილომეტრი გეგები არის ტრასთან აღავ. აი ხა დროს დავინიშნავ, რაც ჩვენ გადმოუხვიეთ ცენტრალური გზიდან. რამდენ ხანში მივალთ სოფლამდე? და სხვათა შორის ვიკიპედიაშიც არანაირი ინფორმაცია არა. სოფელი ელფია რო დავძებნე Facebook-ზე ვუდებთ, Facebook-ზე არის ელფია და ჩვენ ახლა დატო ისეთ სოფლებში ვართ ნამყოფები. აი 1-2 კაცი რო ცხოვრობს რა, ძალიან მაღალმთიანში და იმ სოფლებზე არის ასეა თუ ისე რაღაც ინფორმაცია ინტერნეტში, მაგრამ აი კონკრეტულად ამ სოფელზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ ნახე მე. კი, ახლო აგერა თბილისის თავზე, უნდა იყოს რა. ხო, თან მით უმეტეს რა ახლოს არის, აი კოჯორიდან იქნება ალბათ რავი, 10 კილომეტრია რა. არავისაც არაფერი გზა არ გაუკეთებია აქ. ეთყობა აპირებენ. ო, აპირებენ, კი, ალბათ. ეიდერია გადავლები. არა, ეს ძველი გზა არის, არავის არაფერი არ გაუკეთებია რა. რუსთავი გარდამის გზა, ამაზე უარესია შეიძლება. და ბიჭო, წარმოიდგინეთ რა, რამდენი ხანია აკეთებენ რუსთავი გარდაბლის გზას. როდის დაიწყეს თებერვალში, ხო? ხო, ეს მესამე თვეა. სიდან დაიწყეს, თუ არა, ჯერ და ცემენტის ქარხნიდან სტადიონამდე. აკეთებენ უკვე 9 წელიწადია და ვერ დაადგა საშველი. ხო. ხო. ტალი ახლა არც მზე ჩანს, რომელ მხარეს მიდიხარ ვერ გებულობ. ნისლია და არაფერი არა ჩანს არემარე. ეს კლდი არის ახალეს. აქედან პირდაპირ უყურებთ ერთ ბაროს. ეს ირმების გადმოსახედი აქეთ არის? არა. არა? ის კიკეთისკენ არის. ოჰო. კიბებია, კიბები. კიბებია, ეგედა. ამას აფრანგ, ეს აფრანგ დააგონეს. ბეტონი დააგონა განდა, ბატონი. დაგებაგი არ უნდა, დაყრა უნდა აქანა ხრეშის გაასწორო და
დააკო ბეტონი. მე ბეტონი დააგო, თორე ხრეს ჩამორეცხავს წვიმა და წყალი. ხარის ამოვარდა, ვიჯო, ხედავ. ნიადაგი გაია გვიანია რა უნდა. არაფერი ბიჭო, ერთი ბულდოზერი გადაიარე, გადაასყიდავს. გადაასწორე ეს გზა. აყარი ხრეში. ხრეში რა თუნდა კაცო, ქვიანი გზა არის ზედაც. ხო და დააგე ბეტონი მე და იქნება მშვენიერი. ერთ ხარეს უნდა დაქანება მისი ახი გაუკეთო. წყალმარწი იყოს და ვსე. სოფელს. ჩართულია? ხო. შენი მანქანის ახალი ჩეროკი. ახალი ჯერო. მაგარია ისეთი? მაგარი არა, ის აი ახლა ჩეროქს ისო ძველი მირჩენია. იმას გონი ეჟული. ეჟოვია ვარა. ეა. ახრა ხეშია გზა. ბიჭო, მაგარი ადგილია. ცენტრალურ გზასთან ძალიან ახლოს არის. რა გამოვიარეთ? 10 წუთში რა ჩამოვიარეთ. გამოვიდა 2 კილომეტრი. 2 კილომეტრია, ხო? და ნახე რა ხერა ტალახებია. ნუ გზა, აქ არაფრად არ ვარ გამ. აქ ჯიპით თუ ჩამოხვალ, სედანით ვერ ჩამოხვალ. სააგარაკო პატარა დასახლებაა რა აგარაკებისთვის. ზაროი თორმორჩებიან, ყველა დასახლდება, მერე ჩამოვიდა. აუცილებლად. ზამაგარ გუნებაშია. მაგრამ გზა არაფრად არ ვარ გამ. ეხლა უყურე, აქეთაც რა არის ბესო აქეთ? რა სახლი იქნება. შევიდე ნახო. ჩანს ეგ რაღაცა ლურჯი გადაფარებული. აქ ვიღაცა. აი, ქვევიდა რომ ამოვალთ მე შევიაროთ ნახო. სახლია ვიღაცის. შემოღობილია ბევრი ადგილი. ალახზე მანქანით არიაროთ. აჰა, აი ტალახში მივედი. მას ადვიაროთ. ეს არ შეგვიძლია ჩიგნით რომ მაგარი გარიგა. იქითაც მიდის ეგერ, იქითაც არის სახლი. რა ხერა ტალახია ყველა. აგი წინ რამდენი სახლი. ალახსი არიარო თუ იქ არ გადაფრინდა. ვიღაცა სათიბები აქვს სპეციალურად. აი აქეთ ეს ნახე რა, კაი სახლი, ეს მაინტერესებს, აბა მივიდეთ, იქითაც არის სახლები. ეს მოძები სადაც სააგარაკო დასახლებაა რა. ეს არ არის სოფელი, ეს არის იმენა სააგარაკო დასახლება. აქ აიშენო აგარაკი. თბილისთან ახლოს არის, ჩამოხვალ დაისვენებ. ჯიპი თუ ყავს, ჩამოხვალ, თუ არა და სედანით აქ ვერ შემოხვალ. ნახე რა კაი სახლებია. კოხტად ლამაზად აშენებული. აგერ აშენებს სახლი არა, გარეთ რაღაცას დაელაპარაკია. ხო, არა, ჯერ არავინ არ შეგვხედრია, ხო, იმედია ვიღაცა შეგვხვდება. მასალა მოტანილია და მიტოვებული. არა, აშენებს რა. ეგ შეიძლება ეს ხალხი იყო, ახლა რო შეხვდა, ისაგეცა სხვა მაგრამ ახლა რა ფლა სახლებია. გრანდიოზული სახლები. ეს სახლა იქ დავიჯერო. არ ვიცი, ბაბა. ეს მე მგონი მოვედით, შო. ეს გზა იყო აი ამ სამსახლამდე მოდის და ბოქლომები ადებს სახლებს, არავინ არ არის რა. აქ არ ვიცი გზა არის თუ არა. მაგრამ ტყეში შესაძლებელი. შეიძლება ადის ეს გზა ზევი თუ ერთი. პარალელური გზა შეიძლება ავიდეთ. რა ცალკე
მაგიდა. ცე. აი გამოვედით გზაზე. აი. არა მგონია. არა მგონია ეგ ჩასაყირებელი გზა იყოს. გამოვედით გზაზე. ზაღარ ჩაპო. ხო. აბა ეს გზა არის. აი ესეთი დასახლებაში მაინც უნდა იყოს კაი გზა რა. ლაფი. აქ რა მანქანით უნდა მოხვიდე თუ ძმა ხარტო. ამერა მანქანა ვერ მოყოლა. ნუ კაი ამინჩი ხო, მაგრამ წვიმა თუ წამოვიდე დარჩები აქ. ეცაც ვიდა. იქითაც ხო მიდის. всё, დენით შეძნა. აჰა. ნახე რა მაგარ სახთან მოვიდი, ბაბუ. აი, ნახე. აჰა. სამყურა ბალახია ბიჭო. ძალიან მაგარი ბუნებაა, ხო, ბაბუ? აბა ეხა ერთად დავათვალიეროთ, გავიაროთ, ამოვიდით ეხა ჩვენ. ამ დასახლებას მე ეხა სუფელს ნამდვილად ვერ დავარქვევ, იმიტომ რომ ისეთი მაგარი აგარაკებია, აი ერთ-ერთი აგარაკი, რომელიც მე ძალიან მომწონს. ბესო გავივლი ეხლა მე ქვევით ფეხით, ხო და მე ცოტა ხანში თქვენც ჩამოდით. ხო, კარგი. აი. აი, არაჩვეულებრივი სახლი აგარაკი, სოფელ დასახლება ელფიაში. და სხვათა შორის ძალიან ლამაზი სახლები შენდება, რა ძალიან სასიხარულოა. იმიტომ რომ ეს დასახლება ჯერ ერთი ის თქვათ რომ არაჩვეულებრივ ბუნებაშია და მეორე პლუსი ის აქ რომ ძალიან ახლოს არის თბილისთან. მიუხედავად იმისა რომ ხალხის მოთხოვნა იყო რომ ამ დასახლებამდე გაეკეთებინათ გზა, ეგერ ხედავთ როგორი გზა არის. ჩვენ ახლა ამოვედით სოფლის ბოლომდე და მე მინდა ახლა ფეხით ნენელე ჩავყვე და გავჩვენოთ როგორი გზა არის და როგორი სახლები არის აქ. ასეთ ადგილებამდე ჩვენ ახლა სადაც დავდივართ ძირითადად მაღალმთიან სოფლებში და არა მარტო და ყველგან არის აბსოლუტურად ყველგან არის ერთი და იგივე პრობლემა, ეს არის გზების არ ქონა და ძალიან დიდი პრობლემა გზებთან დაკავშირებით. სახლი შენდება ქვევითაც საკმაოდ დიდი დასახლებაა. არ მეგონა ამხელა დასახლება თუ იქნებოდა. ეს მაინტერესებს ახლა ძველი შენობა თუ ახალი დაწყებული. სავარაუდოდ ეს სახლი იყიდება, იმიტომ რომ ნომერი აწერია ეგერ. ვისაც დაგაინტერესებთ ეგერ ნომერია, შეგიძლიათ გაიგოთ. ულამაზეს ბუნებაში და ძალიან მაგარი აშენებული სახლია. სამსართულიანი. აქ ეთყობა უკვე რომ აქ აი ხანია არავინ ყურადღებას არ აქცევს ამ სახლს ისეთ მდგომარეობაში. აი კიდევ ერთი ლამაზი აგარაკი სოფელ ელფიაში. ადამიანი აშენებს, მაგრამ ასეთი გზა არის. ძალიან ტალახიანი წვიმიან ამინჩი. გამო უკან დავდგები თორე ძალიან ტალახია. აუ ნახე რა ხელა ტალახია.
მოიცა ბიჭო. ერთი სახლი და ერთი სახლი ძევით არის. ესეც დაწყებულია ამ სახლის მშენებლობა, მაგრამ ბოლომდე ჯერჯერობით არ არის მიყვანელი. არ ვიცი, შეიძლება იყიდება კიდევაც. ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ახალი აშენებული აგარაკებია. ლამაზი სახლები, ლამაზ ბუნებაში და ლამაზ დასახლებაში, რომელსაც ძალიან ულამაზო გზა მოდის ამ დასახლებამდე. ძალიან ცუდი გზა არის რა. ერთი სიტყვით დენი არის. ცენტრალურ გზასთან ახლოს არის. აგერ კიდევ ერთი სახლი შენდება. პესარიონაც გამოჩნდა. დღეს ახლა მინდოდა მე აქ ვინმე ყოფილიყო და ინფორმაცია გამეგვა ამ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ბოლო-ბოლო გამოვილაპარაკეს, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ გზები არ არის გაკეთებული. ესეც ერთი კიდე მშვენიერი სახლი. ტერიტორიები ძალიან დიდია, ძალიან ბევრი ნაკვეთებია. შეიძლება ნაკვეთები აქ იყიდება კიდევაც, მაგის გაგება შეიძლება, არ არის ძნელი და არაჩვეულებრივი დასახლება არის ეს აგარაკებისთვის. აგერ იქითაც რამხელა სახლია, იქიდან იწყება. და ახლა ქვევითაც გვინდა ჩავიდეთ. გამარჯობა. შეიძლება გადავიღო? ჩვენ ასე დავდივართ სოფლებში და ვიღებთ სოფლებს როგორი პირობებია, ხალხი როგორ ცხოვრობს სოფლებში და ამოვიდით ჩვენ ამ დასახლებაში. თქვენ აქ ცხოვრობთ? დიდი ხანია? აი ხანია 5 წელია. აქ რო იყო მთელი ამბავი გზების იმაზე გაკეთებაზე? იყვნენ ამ ზაფხულს ისა ამ გაზაფხულზე და რავი აპერებენ გზის გაკეთებას. ანუ დაკვირდნენ, ხო? კი. ხალხი ამოდის ხოლმე? კი, ამოდიან. მაგრამ ახლა ეს ცუდი ამინდები რო იყო. ხო, ცუდ ამინდებში ვერ ამო ისეთი გზებია, რომ აქ აი ჯიპები დაშინ დადიან. თქვენ სულ აქ ხართ? კი. მე რას საქმიანობთ, რითი ცხოვრობთ? პურს ვაცხობ. თან მიგზავნიან. ეს ერთ-ერთი მონაკვეთი არის გზის. ამხელა ტალახია. ორი აგარაკი სოფელ ელფიაში. ერთი არის მშენებარე, დაწყებულია მშენებლობა, მაგრამ დასრულებული არ არის და მეორე დასრულებული. მაგრამ ძალიან ცუდ გზებზე. საკეიფო. ძალიან მაგარ ადგილზეა.
ხდება მიწის ნაკვეთი სოფელ ელფიაში. კვადრატული მეტრი ღირს $35. მეგობრებო, ესე იგი ჩვენ დღეს მოვინახულეთ უკვე ვიდეოში ალბათ იხილეთ. ვიყავით სოფელ ელფიაში. რამოდენიმე კვირის წინ იყო ხალხის მიერ მოთხოვნა გზის გაკეთებით შესახებ და ეს სწორედ ეგ მაინტერესებდა გაკეთა თუ არა სოფლამდე გზა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ჯერჯერობით გზა გაკეთებული, მაგრამ პირდებიან და ვნახოთ როდის დაიწყებენ გზის მშენებლობას და გამოვიდით ჩვენ სოფელი ელფიიდან, წამოვიდით კიკეთისკენ და კიკეთიდან არის ამოსასვლელი ზევით მთაზე, რომელსაც ქვია ირმის გადმოსახედი და ეს ადგილი არის ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, საკმაოდ მაღალზეა. აქედან არაჩვეულებრივი ხედები იშლება კიკეთზე, ქვევით ასურეთზე. ერთ-ერთ ვიდეოში მე მაქვს გადაღებული ასურეთი და ასურეთიდან არის სოფელი ენაგეთი, ენაგეთიდან არის მოკლე გზა კიკეთამდე, მაგრამ სამწუხაროდ ცუდი ამინდი იყო და ამ მოკლე გზით ჩვენ ვერ ამოვედით. ასე რომ დღეს არ ვიცით, ხა შეიძლება ჩვენ ისევ ენაგეთის გზას დავადგეთ, ჩავიდეთ სოფელ ენაგეთში და მე ჩამოვალთ თბილისში. შევხედავთ როგორი სიტუაცია იქნება, რა ხასიათზე ვიქნებით და ეხლა აქედან არაჩვეულებრივი ხედები იშლება, კიკეთი ჩანს, იქით არე-მარე ჰორიზონტზე ბევრი არაფერი ჩანს, იმიტომ რომ ცუდი ამინდია, ნისლია და მოდით ეხლა გაჩვენებთ როგორი არაჩვეულებრივი ლამაზი სასიამოვნო ხედები იშლება აქედან. ძალიან მაგარ ბუნებაში მოვედით, ეხლა ჩვენ მივდივართ კიკეთიდან არის გადასახვევი და მიდის ტყეში გზა ირმების გადმოსახედისკენ. მინდა ეხლა მივიდეთ და გადმოვიხედოთ. ეს რამხელა ხოჭოდათ ეს ნახე იმაზე. არ შევჭამოს. ხოჭოა? ო, უზარმაზარი ხოჭოა. აფსავიდა. მე მგონი გამოვედით. არ გავიარდაღარ. აქეთ რა არის? აქ დასანთები ადგილი იყო. ცეცხლის დასანთები ადგილი იყო კი. ნიშნები არის რომ ცეცხლი არ დაანთოთო, ტყეში რო შემოდიხარ ეგრევე რამოდენიმე ადგილზე ხეზე არის ნიშანი. ტყეში არ უნდა დაანთო. ამიტომაც სპეციალური ადგილებია ცეცხლის დასანთები. ეს არის კიკეთი, ზევით მთაზე. აგარაკებია, ძალიან მაგარ ადგილზე აშენებული. 1 2 3 4 სახლი. კიკეთიდან ამოვედით აქ. ეს ადგილი გამევიარეს ახ სანამახლოები და ჩვენ იქინეს ზომანქანე, უჩხველების მანქანების რო. თბილისი საითხარეს არის. აგი იქით რო ჩანს შორს ის რა დასახლებაა, აგერ იქით. თბილისი? არის ასურეთი. ასურეთია. ასურეთი. ასურეთი არის ეგა, ხო? თბილისი არის იქით ხარეს, მაგრამ ეფარება გორები. თები ეფარება არა ჩანს. სოფელი ჩანს რა ხობადა. აი მაღალზე ვართ. არის. ესო. ეგერა მოს. ერთი სიტყვით წამოვედით ჩვენ ახლა ირმის გადმოსახედიდან, წამოვედით სოფელი ენაგეთისკენ, მოკლე გზა არის და ჩამოვალთ თუ გავიარეთ ეს გზა, რა თქმა უნდა და ჩამოვალთ შემდეგ სოფელი ენაგეთიდან ასურეთში. ნახოთ, აი ჯერჯერობით ნელ-ნელა მივუყვებით გზას და იმედია ბოლომდე ჩავალთ სოფელ ენაგეთამდე.